ხელოვნების სასახლეში სოფიკო ჭიაურელის დაბადებიდან 76 წრის იუბილე აღნიშნეს. მუზეუმის ეზოში მსახიობის ფილმებისა და სპექტაკლების ამსახველი 76 ფოტო გამოიფინა იუბილესთან დაკავშირებით. მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძის მიერ შესრულებული ჰორელიებიც გაიხსნა. საღამოზე ალბომის პრეზენტაციაც შედგა ღონისძიება პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ იავნენას მხარდაჭერით განხორციელდა. ნიოლოცოთ თელ საქართველოს სოფიკოს დაბადების დღეს 76-ის იქნებოდა ჩვენი გენიალური მსახიობი. ვინც მოაწყვეს საღამო იყო ძალიან გენიალური იდეა, თქვენ ნახეთ ალბათ ფოტოების გამოფენა, რომელიც ვაბრუნებს და გვიბრუნებს ჩვენს ისტორიას. ბარელიეფიც გაიხსნა დღეს და ძალიან ღირსშესანიშნავი იყო, ამიტომაც დღევანდელი საღამო. ესაც ჩვენი ისტორია და საუბედუროთ ძალიან ბევრი ცნობილები წავიდნენ. შესანიშნავი დღეა, ყველა დღე, როდესაც ქალბატონი სოფიკო ჭიაურელი გვახსენდება და იგი ხშირად გვახსენებს თავს. და დღეს აქ რაც ვნახეთ, ამან კიდევ ერთხელ გაგვახსენა დიდი მსახიობი. ძალიან ნიჭიერი ადამიანი და არ ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო თბილი ადამიანი, ვისაც კი მე ვიცნობდი ჩემს ცხოვრებაში. როგორც შევძლებთ ყოველთვის აღნიშნავთ სოფიკოს დაბადების დღეს, იმიტომ რომ ის იყო შეუდარებელი და შეუცვლელი დიასახლისი და ყოველთვის ძალიან დიდ დღესასწაულებს აწყობდა თავის დაბადების დღეზე და თავი ჩვენ მოგზალებულად შევეცადეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენთვის, ქართული თეატრი და კინო სოფიკო ჭიაურელის გარეშე წარმოუდგენელია. ამ გორელიეფით ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ ტრადიციას ჩაეყარა ამ მუზეუმში საფუძველი და უკვდავთა ბაღში გარდა ექსპონატებისა დამთვალებელ საშუალება ექნება ეს უკვდავი სახელები ნახოს. დღეს სოფიკო გახდებოდა 76-ის სამწუხაროდ არ არის ჩვენთან ერთად, მაგრამ დატოვა თავისი შემოქმედება, თავისი საქციელი, თავის ცხოვრება და აი ეს რაც მან დატოვა ცხოვრებაში ამ ხალხისგან უბრუნდება.